ჩვენ დავბრუნდით და ბოლოს სტუმარია ჩვენს ეთერში. ეს არის გიორგი ვაშაძე, ის წარმოადგენს პაატა ბურჭულაძის ბლოგს. ბატონ გიორგი, გამარჯობა, მადლობა თქვენ იმ იშვიათ გამონაკლისში ხართ ახლა დღეს, რომელიც მოვიდა ჩვენს ეთერში და ესაუბრება მაყურებელს. მე ხა სწორად თქვი, რომ თქვენ ისევ წარმოადგენთ პაატა ბურჭულაძის ბლოგს სახელმწიფო ხალხისთვის თუ თქვენს უკან ხედავთ თქვენი პარტიულ ბანერს და უკვე დაიშალეთ 8 ოქტომბრის შემდეგ, როგორც კი გათენდა 9 ოქტომბრი. არა. ჩვენ გვექნება საერთო განცხადება, საუბრობთ ამ ყველაფერზე. ჩვენი პოლიტიკური პარტია ახალი საქართველოს შედიოდა ბლოკში, ხო, როგორც ცალკე სუბიექტი და შესაბამისად ამ ეტაპზე ვაგრძელებთ პოლიტიკურ თანამშრომლობას ერთად და უკვე დანარჩენზე დეტალებზე, როგორც კი საბოლოოდ შევაჯამებთ უკვე არჩევნებს, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია, განხილვა შიგნით და ჩვენს პოზიციებს ყველა გაგაცნობთ. ვთქვათ, მოწყენილები ხართ საარჩევნო შედეგის იმ ეტაპზე გაცნობის შემდეგ, რა ეტაპზეც გვაქვს თითქმის დასრულებულია და თუ კი ვინმესთვის რამე შეიძლება შეიცვალოს, ეს არის პატრიოტთა ალიანსი და არა თქვენი პოლიტიკური ჯგუფი. პირდაპირ გეტყვით რომ ხა რომ თქვა რომ ამ შედეგით კმაყოფილები ვართ, არ იქნება სიმართლე, რა თქმა უნდა, ველოდით მეც. თუმცა თუ დავაკვირდებით წინა საარჩევნო პერიოდს, ძალიან დიდი შემოტევები, თავდასხმები იყო ჩვენთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, ძალიან რთული იყო ამ პროცესებში გასვლა. საბოლოო ჯამში მოხდა ორპოლისიანი პოლიტიკური სისტემის შენარჩუნება, რაც ვფიქრობ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ცუდია, იმიტომ რომ ისევ და ისევ ყავს პოლიტიკური ძალები, რომლებიც საკუთარ ნეგატივზე და ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე არიან ორიენტირებულები და არა საქმის კეთებაზე. ჩვენ კი გვქონდა ძალიან ბევრი იდეა, გვაქვს ეს იდეები, ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენი გუნდი იქნება შეკრული აუცილებლად, ძალიან ბევრი ინიციატივით, იდეით გამოვალთ, რომელსაც შევთავაზებთ ამ მრჩეველს. ანუ არასაპარლამენტო მინდა აუცილებლად მინდა ყველა ჩვენ მხარდამჭერს და თანაგუნდებს დიდი მადლობა უთხრა ამ თვეების მანძილზე მუშაობისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის და იმ დღე-და-ღამე მართლა მოხალისეობრივი აქტივობისთვის, რაც ახასიათებდა მართლა ჩვენს ორგანიზმს და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად თავის შედეგზე გავა. თქვენ გააქვთ ინფორმაცია, რას აპირებს პაატა ბურჭულაძე ამ მარცხის შემდეგ, მას დარჩა სურვილი პოლიტიკაში ყოფნის თუ ის წავა პოლიტიკური ველიდან? ჩვენ გვქონდა საუბარი დღეს, თუმცა არა დეტალებზე, ხვალ უკვე გვექნება საბოლოო საუბარი, ჩამოყალიბება შედეგებიდან გამომდინარე და ყველა თავის განცხადებას გააკეთებს, რა თქმა უნდა. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებს? ის არის, რომ ერთი პლუსი არის ჩვენ შემთხვევაში, რომ ჩვენ გავხდით სუბიექტი, სულად ახალი პოლიტიკური პარტია ვართ, გავხდით სუბიექტი, ანუ ეს ნიშნავს, რომ გარკვეული უფლებები გვეზრდება საარჩევნო მარათონში მონაწილეობის დროს, მაგალითად უფასო პოლიტიკური რეკლამა. ჩვენ არ გქონდა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო, ქუჩაშიც რო გაიხედოთ, ბანერები არსად არ გქონდა, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემები გქონდა, ასე რომ ვფიქრობ, რომ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალი პოლიტიკური ორგანიზმისთვის გადადგმულია. რა თქმა უნდა, გვინდოდა მეტი, ამას არ დავმალავ, იმიტომ რომ მართლაც გულწრფელად გვინდა მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, მით უმეტეს კონკრეტული პროექტები და გეგმები გვაქვს, მაგრამ ვარ ძალიან ოპტიმისტურად, ერთ წელიწადში თვითმმართველობის არჩევნებია და მივიღებ ძალიან აქტიურად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ანუ თქვენ პოლიტიკური ცხოვრებიდან არ მიდიხართ, რჩებით, მაგრამ მაინც დაზუსტდება რა ფორმით რჩებით, ერთად რჩებით, ბურჭულაძის ჯგუფთან ერთად რჩებით თუ თქვენ რჩებით დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ. თქვენ როგორ უყურებთ მომავალ პარლამენტს და თუ ხედავთ მაგალითად საფრთხეს, რომელზეც ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი საუბრობდა, მაგალითად ნაციონალურმა მოძრაობამ რაღაც საპროტესტო მოძრაობები დაიწყოს და არ შევიდეს პარლამენტში. აი ამ რისკს თუ ხედავთ, თუ აი როგორ უყურებთ, როგორ განვითარდება მოვლენები და წინ არის მეორე ტურები, თქვენს მხარდამჭერებს ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ? პირველი რომ ძალიან რთული მდგომარეობაა, ეს ერთი. მეორე რომ ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ შედეგებზე
შედეგებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა იგივე exit poll-ებმა მაგალითად ეს აუცილებლად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ფაქტობრივად exit poll-ების გამოცხადებისთანავე ჩვენი მაგალითად ჩვენი მოხალისეები, რომლებიც იდგნენ საარჩევნო უბნებზე, მათი სრული დემორალიზება მოხდა, ხო და ჩვენ შემთხვევაში და იმ პარტიების შემთხვევაში, რომელიც ბარიერთან ძალიან ახლოს არის, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რამოდენიმე ხმა თითოეულ უბანზე დაიცვა, რომ გადალახოს საბოლოოდ ბარიერი. აი ეს ჩვენ ვერ შევძელით, იმიტომ რომ ხმის დაცვის პროცესი ფაქტობრივად ჩაგვივარდა. როცა ვიღაც გიცხადებს, რომ არაფერი არ შეგიძლია, ანუ ვერ გადიხარ პარლამენტში, ამასობაში შემხარდამჭერებს გონიათ, რომ всё, ყველაფერი დამთავრდა და ასე შემდეგ. თან ჩვენ ხელფას ვერ უხდიდით და სხვადასხვა ანაზღაურებას ვერ ვაძლევდით ამ ადამიანებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ exit poll-ებით მანიპულირებაც უნდა დამთავრდეს ზოგადად პოლიტიკაში, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი ნეგატიური ასე ვთქვათ, ნეგატიური ზეგავლენა აქვს აუმრჩევლის აზრის ფორმირებაზე უკვე არჩევნების დამთავრებისთანავე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენც და იმ რამდენიმე პარტიას, რომელიც ძალიან ახლოს არის 5%-იან ბარიერთან, აი ამ განცხადებამ ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა. ამაზე ალბათ უკვე მომავალზე უნდა მედია ჯგუფები ხო ვერ აკრძალავენ exit poll-ების გამოქვეყნებას იმის გამო, რომ თქვენი მხარდამჭერები ან უბნებზე თქვენი წარმომადგენლები ესე მყარად არ იყვნენ. დიახ. იცით რა არის? მყარად არ იყვნენზე არ არის. არის იმაზე, რომ exit poll-ები არასანდოა თვითონ. თქვენ ხო ხედავთ, რომ ორი სხვადასხვა exit poll-ი სულიად განსხვავებული მონაცემებით პირველ და მეორე ადგილზე და ორივე ამტკიცებდა, რომ ეს არის სიმართლე. საბოლოო ჯამში არც ერთი აღმოჩნდა სიმართლე და არც მეორე აღმოჩნდა სიმართლე ჯერჯერობით, რასაც CSKO-ს მონაცემებით ხედავთ. მაგრამ ასევე მეორე მხრივ ძალიან ბევრი ბათილი ბიულეტინი საარჩევნო უბნებზე. ეხლა ეს ბათილი ბიულეტინები რო ამოვიღოთ, ნახავთ, რომ ძირითადად იმ პოლიტიკური პარტიებისთვის მიცემული ხმებია, ვინც ვერ დაიცვა უბანზე უკვე საარჩევნო ხმა და შესაბამისად ისინი ვერ შევიდნენ პარლამენტში. ეს ხო პრობლემაა? არ არის პრობლემა? და ეხლა რა თმინდა ეს exit poll-ები თუ ჩემი აზრზე მანიპულაციის შესაძლებლობა არის? ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა, მაშინ რომ არ გამოქვეყნდეს exit poll-ები. მაგალითად 8 საათზე კი არ ქვეყნებოდეს, თქვათ 10 საათისთვის ქვეყნებოდეს, როცა უკვე ხმის დათმის პროცესი რაღაცა კუთხით მაინც მისული არის შედეგებამდე და ამის მერე მოხდეს გამოქვეყნება, ხო? მით უმეტეს რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთოდ ღამის 3 საათზე დაიწყო პირველადი მონაცემების ატვირთვა. კარგით და რას ელოდებით, ანუ მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით ნაციონალური მოძრაობის კონტექსტში კითხეთ, ვინაიდან ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობისთვისაც კი ემზადება და ამ მხრივ მათ არაფერს განსაკუთრებულს არ გეგმავენ, გარდა როგორც თქვეს მეორე ტურში გამარჯვებისა. ხო. რეალური სურათი არის შემდეგი, რომ ამ წუთების მდგომარეობით ახლა რა მანდატებიც გადაწილებულია, როგორც ხვდებით, უმრავლესობა არ გამოდის, მაგრამ 50-ზე მეტი მანდატია მეორე ტურში, ასე ვთქვათ, გადასანაწილებელი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს ქართული ოცნება, ეს თვითონ ქართული ოცნებისთვის იქნება ცუდი შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის შეუზღუდავი ძალაუფლების მექანიზმი, რომელიც აუცილებლად დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების, სხვადასხვა კანონების გადაწერა, გადმოწერა და ასე შემდეგ, რაც არ მგონია, რომ იყოს საბოლოო ჯამში კარგი ქვეყნისთვის და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სტაბილურ საკონსტიტუციო ჩარჩოში ცხოვრებას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ხა ნაციონალურ მოძრაობის გეგმას, მე ნამდვილად არ ვიცი, რას აპირებენ ისინი, შევლენ თუ არ შევლენ პარლამენტში. ორივე სცენარს ალბათ იხილავენ და საბოლოო ჯამში თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ. მე ვწუხარ უფრო იმაზე, რომ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ფაქტობრივად პარლამენტს მიღმა აღმოჩნდა, თუმცა ეს პარლამენტიც მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, დიდი არაფერია, უბრალოდ ტრიბუნაა და ეს ტრიბუნა შეგიძლია შექმნა ადამიანმა პარლამენტის გარეთაც შენი აქტივობით და შენი შეთავაზებებით. ჩვენი გუნდი ძალიან ბევრ კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებს ხოლმე საზოგადოებასაც, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. გასაგებია. დიდი მადლობა გიორგი ვაშაძე იყო ჩვენი სტუმარი. გადაცემა ამით დასრულდა, თუმცა ბოლოს მე კიდევ ერთხელ წაგიკითხავთ მონაცემებს, რომელიც გადაცემის დასაწყისშიც გაგაცანით,
ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ საკუთარ ვებგვერდზე ატვირთა ამ დროისთვის ბოლო მონაცემები 35 უბნის მონაცემია მხოლოდ შესაყვანი და თუკი ვინმესთვის 35 უბნის მონაცემი იქნება გადამწყვეტი, ეს არის პატრიოტთა ალიანსი, ვინაიდან ამ დროისთვის მათ აქვთ 4.99% და ძალიან ცოტა აშორებთ ბარიერს, ანუ პარლამენტში მოხვედრის 6-კაციანი ფრაქციის შექმნის შანსს. ქართულ ოცნებას აქვს 48.61%, ნაციონალურ მოძრაობას 27.04%. ეს არის შედეგი, რომელიც ამ დროისთვის არსებობს. თქვენ გაგაცანით ბოლო ინფორმაცია და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 35 უბნის მონაცემებია კიდევ დასათვლელი და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალისთვის შეიძლება ეს აღმოჩნდეს სიურპრიზი, ეს არის პატრიოტთა ალიანსი. ეს იყო გადაცემა შეკითხვის დრო. მე გემშვიდობებით მომავალ შაბათ-კვირას ისევ პირდაპირ ეთერში ვიქნებით. სიმშვიდეს გისურვებთ, ნახვამდის.